ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელს ღაზაზე მაინც მიაქვს იერიში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმა 3 პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთა შორის 1 ქალია. შიფა საავადმყოფოს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ღაზის დასავლეთ ნაწილში დაზიანდა საცხოვრებელი ბინა. დაშავებულები სწორედ შიფა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პალესტინელებისთვის გლოვა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ღაზაში მშვიდობის იმედი თითქმის აღარ აქვთ. ისრაელის საჰაერო თავდასხმამ შესაძლოა ნებისმიერ დროს დაარღვიოს მოჩვენებითი სიმშვიდე, რომელიც თითქოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათ ღაზის სამხრეთ ქალაქ რაფაში ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის საპასუხოდ მიიტანეს იერიში. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ოპერაციები ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის გამო ზუსტი დარტყმების პრინციპით მიმდინარეობს. შეთანხმება ეფუძნება 20 პუნქტიან გეგმას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. გეგმა მიზნად ისახავდა ომის დასრულებას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას მოჰყვა. შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ისრაელს გადასცა მძევლები, სანაცვლოდ კი ისრაელმა ათასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. თუმცა შეთანხმებით გათვალისწინებული ძირითადი თემები, მათ შორის ღაზის სექტორის მმართველობის საკითხი კვლავ გადაუჭრელია. ამასთან ვაშინგტონს კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების კონკრეტული ვადა არ დაუდგენია.